ქართულ ოცნებაში იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან გამომდინარე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე მომავალზე ვილაპარაკოთ, წარსული აწყო და მომავალი, მისი პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი და უალტერნატივობა, რამდენიმე დღის წინ რომ დავწერე, იგივე ეს გავიმეორებ, იმიტომ რომ კახა მართლაც უალტერნატივოა. თბილისი ალბათ გახსოვთ 8 წლის წინ და დღეს. ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ ყოველდღიურად როცა უყურებთ, როგორ შენდება, როგორ ირგვება ნარგავები, როგორ ცოცხლდება ეს ქალაქი, ნენეა, ეს შეიძლება ისე შესამჩნევი არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ რომ გადავხედოთ ერთი წამით, გადავახვიოთ, რა იყო 8 წლის წინ, როცა კახა მერად აირჩია თბილისმა და აირჩიეს თბილისელებმა და დღეს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე დაშენებული მეტი წარმატება, მეტი სიკეთე ამ თბილისს ერთიორად წაადგება ამ ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაკეთებული საქმის დაფასება და სწორი შეფასება შეუძლია თბილისს და თბილისელს, უკვე კიდევ უფრო მარტივია არჩევანი ქართული ოცნების და კახა კალაძის სასარგებლოდ. თქვენ საუბრობთ, რომ კახა კალაძეზე საუკეთესოდ მისი გაკეთებული საქმეები მეტყველებს. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, რის მიხედვით გააკეთებთ არჩევანს მერებთან დაკავშირებით, კანდიდატებთან დაკავშირებით? პატიოსნება, პროფესიონალიზმი, კარგი მენეჯერები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვიზრუნოთ ისეთ რაღაცეებზე, რაზე ფიქრის საშუალება ცოტა ნაკლებად ქონდა სხვა დროს. უკვე ჩვენ იმდენად კარგი ინერცია გვაქვს, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, იმდენად კარგი ინერცია გვაქვს სწორი მენეჯმენტის თვალსაზრისით, იმდენად კარგი ინერცია გვაქვს უკვე გამოცდილებაზე და პრაქტიკაზე დამყარებული პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, რომ ამ კრიტერიუმებით კიდევ უფრო კარგ განახლებულ შემადგენლობას წარუდგენთ საზოგადოებას, როგორც მერების კანდიდატურები მაქვს მხედველობაში, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატურები და იქნება საუკეთესო შემადგენლობა. შეიძლება მომავალში 4 წლის მერე კიდევ უფრო დავხვეწოთ ეს ყველაფერი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილებაზე დამყარებული პროფესიონალიზმი, პატიოსნება, ხაზგასმით ვამბობ, იქნება მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ კანდიდატებს შევარჩიოთ. ბოდიში ახლა უპასუხებ. არა, ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად დასასვენებლად 5 დღით. არა, არ იყო ბელეგში, არ იყო თორნიკე რიჟვაძე და არც ერთი წამი არ ყოფილა. ეს არის იმდენად ბინძური რაღაცა, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანელოთ. ბოდიში. ბატონო? ტყუილი. არც ერთი წამით მე კახასთან არ დაპირისპირები ვარ, კახას არ დაპირისპირები ვარ. კახა არის ადამიანი, რომელმაც მე ქართული ოცნების გუნდში, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო 2016-ში. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ირაკლი კობახიძესთან ერთად და როგორ გონიათ ახლა მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს დაუპირისპირდები რამის გამო თან, როდესაც ისინი მართლებიანენ და ერთმანეთთან მართლები ვართ. გთხოვთ თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას. თქვენი ოპონენტების მოგონილი ამბებია თორნიკე რიჟვაძე მამუკა. დაამთავროს თში. აბატი, დაამთავროს. დიდი ხანი გავიდა და თქვენ ალბათ უფრო მეტი იცით, ვიდრე ჩვენ მედიამ. რა გაირგვა თორნიკე რიჟვაძის შესახებ? ხა მე გამოძიების მაგრად პასუხს ვერ გაგწევ. გაქვთ კომუნიკაცია? მე ვიცი არა, მე ვკითხულობ მის ამბავს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის კარგად და ძალიან მიხარია ეს ამბავი და მე რაც ვიცი, შემიძლია უბრალოდ გავახმოვანო არა გამოძიების კუთხით, არამედ რაც ჩვენი საერთო წრიდან გამიგია, რომ იმ საღამოს მას მინიჭებთან ერთად იმყოფებდნენ მისი ოჯახის წევრები, 2 წევრი ოჯახის. ეს არის დღეს, რაც შემიძლია გითხრათ. სხვა მხრივ მოდი თავი დავანებოთ რაღაცა სპეკულაციებს, იმიტომ რომ აი მართლა გთხოვთ, რომ გაშიფრული აგენტების განიუსებას ცოტა სერიოზული წარმოდგენა თუ გაქვთ საკუთარ თავზე, ახლა ვიცი გავიგე. მაგაზე პასუხი. შსს ბრიფინგი არ გაუმართავს და არაფერი არ ვიცი. გავიგე, კი ბატონო. ბოდიში. თხოვნა მაქვს, რომ თუ კი გავიგე ნაცური, გავიგე აგენტურული, ყველაფერი გავიგე, მაგრამ გაშიფრული აგენტების განიუსებას თუ თავს დაანებეთ, თქვენ გამოგადგებათ თორე ხა მე მაგაზე ნამდვილად არ ნერვიულობ. არჩევნებთან დაკავშირებით დღეს ოფიციალურად გამოაცხადეთ საარჩევნო კამპანიის გახსნა, ამბობთ, რომ ბოლო შრიხები არის ხომ დარჩენილი კონსულტაციების გუნდში სხვა ქალაქებთან დაკავშირებით. ამ ფონზე ხედავთ თქვენი ოპონენტების გეგმებს და დღის წესრიგს, რევოლუციური სცენარი, ქუჩაში პროტესტი, კი ბატონო, აი როგორ წარმოგიდგენიათ 4 ოქტომბრის დღე? იცით რა არის? მე მართლა მიკვირს ერთი რაღაცა. ჯერ ერთი რამხელა შიში აქვს.
რამ ხელა შიში აქვს და რა სიმხდალია ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიათ. ეს დაახლოებით იგი მე მგონი ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ყოფნით. ან რაღაცა სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ მშვიდობიანი მკვლელობა, აი შეიძლება ესე ვილაპარაკოთ, დამხობა თავის არსით სიტყვა შეიცავს ისეთ შინაარს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. ანუ თუ დამხობას ამბობს, იმისი თავი უნდა კონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა დაამხოს. და გაიცემა შესაბამის პასუხი და თუ ვერ ამხობს მშვიდობიანს მოამატებს. მშვიდობიანი დახოცვა ადამიანებს. შეიძლება ეგეთ რაღაცა ილაპარაკო, ასეთ სისულელეს ამბობენ და ამიტომ ეხლა ვითომ აზღვევენ, იმიტომ დამხობისკენ მოწოდება სისხლისამართლის დანაშაული და მშვიდობიანს ამ სისულელეს კონტექსტ თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, მშვიდობიან ამოხოცვაზე ხალხი და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს. ბატონო მამუკა, გიორგი ბაჩიაშვილზე მინდა ვკითხოთ. ანტიდასავლურ რიტორიკას გავემიჯნე და ამიტომ ვარ ციხეში. მოკლედ ისწავლეს, ეხა როგორი რაღაცები დამნაშავეებმა კრიმინალებმა საქართველოში იცით? მოიპარა ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, ან ათეულობით მილიონს, ან რაღაც ნებისმიერ თანხას და მე იტყვი რომ ჩაჯდები იმ დიფტეიტურ ნარატივში რუსული იტყვი და ანტიდასავლური განწყობებით მიჭერენ. ანუ თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული და თქვათ შემდეგ რომ ანტიდასავლური განწყობები არის რაც მის ჩემს წინააღმდეგ არის მამოტივირებელი გამოძიებისა. აი ესეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ანუ ამბოლო დროს დაიწყეს დაზღვევა ასეთი რაღაცებით. ეს ამას ხომ მივეჩვიეთ რომ რაც არ მოწონთ აბსოლუტურად ყველაფერს თუ კი რამე საქართველოში ხდება ეროვნული დაკავშირებული ტრადიციებთან, ოჯახთან, ეროვნულობასთან, სამშობლოსთან, მის სიყვარულთან, ყველაფერი ინახება რუსულად, ხო? ეხლა უკვე დამნაშავე სისხლის სამართლის პოტენციალმა სავარაუდო ანუ უკვე შემდგარმა განაჩენის დამნაშავეებმა დაიწყეს იმის ლაპარაკი, რომ აი მე პრორუსულს ვებრძვი და ამიტომ მიჭერენ. და ნების შეგიძლიათ ადამიანი მოკლათ აწი, შყალებში რა თქმა უნდა ვიღაცა სერიოზულად არ მიიღოს და თქვათ რომ პრორუსულ ხელისუფლებას ვებრძოდი, ეს ვინც მოვკალი იყო პრორუსი და ამიტომ რაღაც აი აქ მივდივართ უკვე ამ მარაზმში ჩადის ის ლოგიკა, რომელიც აგენტურამ დაალაგა საქართველოში, თუმცა ამას ეგრეთ წოდებული ჭერა არა აქვს. არა აქვს ადამიანებზე გავლენა, იმიტომ არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და იმიტომ გამოვდივართ ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან, რაც არ უნდა კონკრეტულმა დამნაშავეებმა ილაპარაკონ იმაზე, რომ რაღაც პოლიტიკური და რუსულ ევროპული გადაკვეთები არის დომინანტი მოტივაციაში მისი ქმედების თუ მის მიმართ წარმოებული გამოძიების, ეს არის აბსოლუტური სიგიჟე. ყველა ამას ლაპარაკობს. არის უკვე რაღაც დაზეპირებული თუ ხშირად გამეორებული სიტყვები. შიფტანის არბიტრაჟზე მინდა კითხოთ ბატონო მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აქაც წააგეს სასამართლოსთან საქართველოსთან დავა. აი 6.5 მილიონი დოლარი უნდა ჩაურიცხონ საქართველოს. და დადგინდა რომ როგორ შეგვიფას საქართველოს მთავრობის მხრიდან პროექტის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტები არ არის. მოკლედ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თუ კი რამე სასამართლო არსებობდა და არბიტრაჟი, თუ კი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა შეიძლება და ყოფილიყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის ყველგან წააგეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში ტოვებენ ნარატივს, თითქოს ისინი ანაკლიის გამო მოვიდნენ პოლიტიკაში. ანაკლიის გამო პოლიტიკაში რომ მოვიდნენ, ეს შემიძლია მეც დავადასტურო, იქიდან გამომდინარე რომ მათ ანაკლიის პროექტით უკაცრავად და გადააგდეს საქართველოს ქართველები და ქართული სახელმწიფო და ამისი დაზღვევის მიზნით რომ პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, მოვიდნენ პოლიტიკაში. ეს მართალია, თქოს კი არ ამბობენ. ანაკლიის გამო არიან მოსულები პოლიტიკაში, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ყველა დონეზე, ყველა არბიტრაჟში, ყველა სასამართლოში დამტკიცდა, რომ მათ ხელი არ გაუნձრევიათ ანაკლიისთვის და პირიქით რამდენიმე წლით გადადეს ეს სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის უდიდესი პროექტი, მათ დააზიანეს ქართული სახელმწიფო და შესაბამისად თავის დაზღვევის მიზნით არიან როგორც ჩანს ისინი პოლიტიკაში, ან ამას შეიძლება ემატებოდეს, რაც სხვა სჭირს ის, რომ ისინი იღებენ დავალებებს საკუთარი ნებით, ახლა მას ვერავინ დაგაძალებს გარე აქტორებს. ის ფაქტი რომ არის არბიტრაჟის ის ფაქტი რომ პარიზის არბიტრაჟის მიერ გამოტანილი განაჩენი არ გაუბროთ ასპეგიათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ფოთაშორის ნახეთ ფოთაშორის დღეს მათ თქვეს რომ ეს არ იყო მათი დავა, იყო ამ პროექტის ერთ-ერთი სხვა ინვესტორის დამოუკიდებელი სარჩელი და რომ დეზინფორმაცია მტკიცება იმისა რომ ხაზარაძე ჯაფარიძემ
წააგეს ეს თუმცა პარიზის არბიტრაჟის განაჩენის გაუპროტესტებლობა ანუ სხვა დავაო? არა. მათ შეიტანეს ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა ბობ მეიერი, როგორც და სინამდვილეში როგორ არის? თქვენ ხო ჟურნალისტად, როგორ არის სინამდვილეში? სიმართლე გითხრათ მე არ არის. ჩავდიები ვარ, მაგრამ ისინი ორი ბიზნეს ბიზნეს პარტნიორები ასე არიან და პოზიცია ერთობლივად აქვს, საუბრობდნენ ამ მათი პროექტზე. ანუ ანაკლის პროექტზე თქვენ აი ეხლა რა ინფორმაციაც გაქვთ ამ წუთში ხო არ იცით გასაგებია გულწრფელობისთვის მადლობა, მაგრამ ამ წუთში რაც იცით ანაკლის პროექტთან დაკავშირებით თქვენ იღებთ მოცემულობად რომ მათმა პარტნიორმა წააგო დავა და ისინი არაფერში არ არიან. ანუ ხაზარაძის და ჯაფარიძის პარტნიორმა წააგო არბიტრაჟში დავა ანაკლისთან დაკავშირებით და რა შუაშია ხაზარაძე და ჯაფარიძე. ამ მოცემულობით მეკითხებით, ხო? ანუ აპრიორი ხაზარაძე და ჯაფარიძემ არ წააგესო მათი პოზიცია. ხო, გასაგებია. ანუ მათმა ინვესტორის პარტნიორმა წააგო საქართველოსთან და არაფერ შუაში არ არიან ისინი. ანუ ეს მოცემულობა თუ გინდათ მიიღეთ. მიხვდით სად ხართ? მე არსად არ. თქვენ არსად პირადად კაცო. ნახეთ მათი პოზიცია. არა ხედავთ აქ რო ხართ. და ხაზარაძე ჯაფარიძის წაგება კი არ არისო თავდამობელი. არა მედო. ჩვენმა პარტნიორმა წააგო. ბობ მეიერის წაგება. გინდა ბობ მეიერის და გინდა ბობ მარლია ხო მაგათ წააგეს და ბატონო კარგი, კითხვა მაქვს აგენტთან დაკავშირებით. ბევრჯერ აგენტთან დაკავშირებით აინტერესებს და იმიტომ რომ წეღან ირაკლი კობახიძეც საუბრობდა, როცა ინფორმაცია რაღაც ქვეყნდება. დიდი მადლობა საშუალებას რომ ქვეყნის შიგნით. კი არა და გუნდის შიგნით დაპირისპირებაზე და იგივე თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით თქვენზე როცა გავრცელდა ინფორმაცია, თქვენ დაშიფრულ აგენტს ეძახით ამ შემთხვევაში ლევან ხაბეიშვილს ეს მინდა ჯერ დავაზუსტო. დიახ. ლევან ხაბეიშვილზე ირაკლი კობახიძე დაშიფრული აგენტი რა არის? თქვენ თქვით ახლა. დაშიფრული? დაშიფრული არა. გაშიფრა, დაშიფრული? ხო, შეიძლება ორივე აქვს თავისი მნიშვნელობა. აი, რა ხო ხვდებით რაზეც ვამბობ. კი, ხვდები. ნახეთ. ვაზუსტებ. როცა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები მას აწვდიან ინფორმაციას. ანუ ეს ინფორმაცია ტყუილს აწვდიან, ამის თქმა მინდა. ანუ თუ კი გაშიფრულ აგენტს თქვენი სიტყვებით ლევან ხაბეიშვილს ვინმე აწვდის ინფორმაციას, ტყუილს აწვდის თქვენი ყოფილი რომელიმე თანაგუნდელი? კაი, ნახეთ. ტყუილს კი არ აწვდის. ადამიანები როგორც ჩანს იზღვევენ თავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან. ანუ როდესაც რაღაც ინფორმაცია გაქვს, ეს ინფორმაცია შეგიძლია მიაწოდო ვიღაცას დამახინჯებული და ისეთი ფორმით, რომლისგანაც გამომდინარე შენ გაქვს იმედი, რომ შენ პასუხისმგებლობას აირიდებ ამით. აი თუ გნებავთ ეხლა რაც მე ვთქვი, ეს ბევრჯერ გადაახვიეთ ნახეთ და თუ ყველა მისი აი ამ ადამიანის რადგან მასე მალაპარაკებს მაინც და მაინც გინდათ ასე, თუ ყველა მისი ვითომ ინფორმაცია, რეალურად ეს ინფორმაცია არ არსებობს ბუნებაში, ვითომ ინფორმაცია რაც მათ აწყობს და რასაც იგონებენ, არ ემსახურება იმას რომ ვიღაცამ პასუხისმგებლობა აირიდოს. მაგალითად, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, რადგან ესე გაინტერესებთ ამ სულელურ დეტალში შესვლა შევიდეთ, კი ბატონო. როდეში ეგ თქვენი შეფასებით არა, ჩემი შეფასებით არის და ამ შეფასებებში ნუ შევეწინააღმდეგებით, მე ვერ დავემთხვევით. ნახეთ, როდესაც რაღაცას იგონებს ჩემი ყოფნას და რაღაცის ცხოვრებაში არ ყოფილვარ და არათუ იმ დღეს, ამას რო იგონებს, რჩება შტაბეჭდილება როგორც მინიმუმ გონივრული ეჭვი, რომ ცდილობს ვიღაცის პასუხისმგებლობის არიდებას, მაგალითად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხტარ მემართებაში. აი ეს შტაბეჭდილება არ რჩებათ? როცა უბრალოდ თქვენ სადღაც არ ყოფილხართ და იქ ყოფნას გაბრალებენ, ესე იგი ვიღაცას აზღვევს, ვიღაცას იცავს ამით. როდესაც კორუფციაზე საუბრობს, ასეულობით მილიონზე ვიღაცებს რაღაცებს აბრალებს, ზოგს რაღაცა სიმართლის მაგვარს უკაცრავად და ნამიოქს რო ეძახით ხოლმე მინიშნებას აკეთებს, ასეც და იტყვის, აი ნახეთ ეხა თუ არ დაიბარონ. მართლა რომ იყოს ვიღაცა პოტენციურ სავარაუდო დამნაშავე. ლევან ხაბეიშვილის შეხა რა გონიას ვიღაცებს რომ თუ დასაბარებელი არ დაიბარებენ, იმიტომ რომ ხაბეიშვილმა თქვა, ასეთ მდარე გადაზღვევებს აქვს ადგილი და კლასიკურად როგორც იქცევიან ხოლმე აგენტები, რომლებიც გაიშიფრებიან და მერე კედლებს ენარცხებიან და ბარემ ბოლომდე დაიხარჯებიან და რასაც უნდა იმას ამბობს. ანუ ხო არის რა კატეგორია რამდენიმე ადამიანი ხო გახსენდებათ პოლიტიკაში, ჭყალებში რა პოლიტიკოსი ეს არის, ხო? რასაც გინდა იმას რო ითქვა, ფულს გადაუხდე, რასაც გინდა იტყვის. დინარაძე იქ იყო, იმან ის მოიპარა, იმან ის მოკლა, ის დაპირისპირებული, ეს ორგობეში იჭორავებს ადამიანი, ასე ამ დონეზე რო ჭერავს. ასეთი კატეგორიის ადამიანებში ხო ჩაეწერა, მას შემდეგ რაც გაიშიფრა და თქვენს დგახართ და მთელი სერიოზულობით მე ანიუსებს. სერიოზულობით გეკითხებთ, ან თქვენ ახლა რაზეც საუბრობთ, მე ასე წარმომიდგენია, რომ ამ საუბრის მიღმა ასევე ყავთ ვიღაც წარმოდგენილი, ვისაც საუბრობთ, არა? არის ასეთი? თქვენი ყოფილი გუნდის მაღალჩინოსანია? ები.
ებია? ხალბატ. შეიძლება დიდი ალბათობით მათ ებია. შორის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი. არა, ასე კონკრეტულად არა. ნახეთ, მაგალითად, 2 დღის წინ თუ შემახსენეთ, 1 დღის წინ დააკავეს მისი მეგობარი, როგორც თვითონ ამბობს, უახლოესი ადამიანი, რომელიც ფულს იღებდა იმაში, რომ ბინადრობის უფლებას აკეთებდა. მე მაგალითად, სუბიექტურად, როგორც იურის, როგორც ადამიანს, ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანი შეიძლება არც კი თაღლითობდა, შეიძლება მართლა ალაგებდა სადღაც. შეიძლება წარსულში მართლა ეს თქვა და უინფორმაციოდ მოტანილი არგუმენტი არ არის. გარკვეული ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებული შეიძლება არც იყოს ბოლომდე, მაგრამ არგუმენტია, ლოგიკაა, რომ ეს ადამიანი შეიძლება მართლა ალაგებდა სადღაც რაღაცას. ბინადრობის უფლება, კორუფცია ხო არის ყოველ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს დაბალი ხარისხი, მაგრამ ხო გვაქვს კორუფცია ქვეყანაში. შეიძლება მართლა სად ალაგებდა? ამას უსაფრთხოების სამსახურების კონკრეტული ვიღაც ადამიანები შეიძლება ლობირებდნენ ან არ ლობირებდნენ. შეიძლება ატყუებდა საერთოდ მართლა სახელმწიფოსთან კონდეს საქმე, ხომ და გამოიძე ეს არის პირველი ვერსია, ხო, რითაც ბრალი წარედგინა ამ ადამიანს. შეიძლება მართლა ალაგებდა. ეს ამყარებს ინვერსიას, ვისთანაც მის მეგობარს ჰქონდა კონტაქტი, ვინც მას ფულს უხდიდა, ვინც მას ფულს დღესაც უხდის. მთელი ამბები ეგ და გამოსაძიებელია ეს ყველაფერი და ეხლა მართლა ყველაფერს ხო არ ვილაპარაკ. ამის იქით არის. გამოვიძიეთ, კი. არა, უკვე გამოძიებული ბევრია და უფრო მეც კიდე გამოვიძიებ ზემოდან და არა, კონკრეტულს სულ რომ იყოს, ეხლა არა, მაგრამ სულ რომ იყოს, მე ამას მაინც არ გეტყოდით, ხო იცით, მაგრამ არა, გასაგებია, როგორ არ მაქვს, კაცო, კონკრეტულად არ გაინტერესებს მართლა ადამიანი გამოდის და ვიღაცებს აზღვევს. ვინ დააზღვია თურქეთში თქვენი ინფორმაციის გავრცელებით? თურქეთში ჩემი ინფორმაციის რასკვია? თქვენ შესახებ ინფორმაცია. ბიჭო, ნახევარმად თბილისმა იცოდა, სადაც ვიყავი, ნახევარი საქართველოს სასტუმროში იყო ჩემ ოჯახთან ერთად და მე ოჯახთან ერთად, ცოლთან და ბავშვებთან ერთად და მეგობრებთან ერთად ვიყავი და იმაში არისო, სტამბოლშიო. ეს რუჯი ბაზემბივი და კლინიკის აივანზე თქვენი აზრით. სანავაზე კი. ანუ აი ამ დონის დაბიო იმეს მიყვებით რაღაცა აბსურდებს და ვინ დააზღვია და გითხარით წეღან გითხარით. თვითკვლობის მიყვანის დიახ. კონტექსტში აი მაგალითად ერთი წამი დაგაბრალეთ პირობითად. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ხვალ უნდა შეგედაოთ გამოძება თვითკვლობამდე მიყვანაში. დაუშვათ. როდესაც თქვენს მაგივრად აგერ ხატიას აბრალებენ რაღაცას, თქვათ. და ზუსტად იციან, რომ ხატია საერთოდ არ არის. თქვენ გაზღვევენ თუ არა ამით? კი ხო? ეს არის ეს ლოგიკა. ეგ არის თავიდანვე. სანავაზე გკითხავთ ბატონო მამუკა, ისაუბრეთ თქვენ ნაციონალური პოლიციის წევრი, რომელიც პირადად თქვენ? კი ბატონო. თაღლითობის ბრალდებით დააკავა სუსმა, ხვალ არის მის სასამართლო პროცესი. ვინა? ცანავა. აი ხავ ვიზეთ სულაპარაკი ცანავა. ხვალ არის მის სასამართლო პროცესი, ჩვენ გვესმის ოპოზიციისგან ბრალდებები პოლიტიკური სარჩულის მოფიქრებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომტკიცებულებები ნახა საზოგადოებამ. თქვენი კოლეგის იმედიდან ნინოს შეკითხვაც მსგავსი იყო. ნახეთ რა არის. აქეთ თუ მოიპარას ვიღაცა სავარაუდოდ რაღაც ასეულობით მილიონს აქეთ ვიღაცას მოატყუებს ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში ბინადრობის უფლება დაულაგოს ან მოატყუოს ასეთი, ნებისმიერ შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი. უკვე ეს მოდაში შემოვიდა. აიღეთ ფული, მოატყუეთ და იძახეთ, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ანუ რაღაცა უნდათ ინდულგენციის მაგვარი ნაცებს, რომ ჩაიდნენ დანაშაულს და თუ ვინმე ამ დანაშაულზე წაასწრებს, ვიდეოსაც თუ გადაუღებ, ფულის აღებ ფულს ისეთი ტემპით ითვლიდა, მე მგონი პირველი აღება არ იყო. $2000 პირველებს შორის არის ცანავა და ეს რამეზე მიანიშნებს? რამეზე მიანიშნებს, რომ რა ვიცი, ნათაღლით არის ფულით და კორუფციული თანხებით აფინანსებდნენ ნაცმოძრაობას, ახალი კი არ არის. ამას აკეთებდნენ თავის დროს და ამას აკეთებდნენ ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ეხლა მართლა 5 წამში დათვალა $2000, მე მგონი პირველი არ იყო ეს მისი აღებული ფული და ანუ ვიდეოსაც რო გადაუღებს უსაფრთხოების სამსახური და გამოძიება, მაინც შეუძლია რა მე რა კაცო ფული აიღო და მოატყუა ვიღაცა, მე რა პოლიტპატიმარია მაინც, იმიტომ რომ ნაცია ავტომატურად პოლიტპატიმარია, რაც უნდა შეიდინოს. აი ეს ლოგიკაა მათი ხრიდან განვითარება. ისაუბრეთ ოპოზიციის იმ ნაწილზე, რომელიც ემზადება პროცესის ჩაშლისთვის, თუმცა რომელიც მინდა კითხოთ იმ ნაწილზე, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, გახარია დანიელო, რომელიც ემზადებიან საერთო კანდიდატის წარმოსადგენად. რა შანსები აქვს? შანსი ნული აქვს, მაგრამ მან თავარი ეს კი არ არის მარტო რა შანსი აქვს. მათ უშანსობაზე მეტად საინტერესო უფრო არის ის, რა როლში არიან ისინი თავიანთი პატრონების მიერ განსაზღვრულ როლზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი. ანუ მიაჩნიათ მათ პატრონებს, რომ ნაცი იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მას აქვს შანსი ნული და ამას რაღაც 1%-იანი შანსი რომ გაუცოცხლონ, თუ კი თეორიული დაშვება შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს, რომ ნაცებთან ესენი შეიძლება არ ასოცირდნენ, ასეთ პარტიებს აღებინებენ მონაწილეობას. მაგრამ ეხლა კოალიციაში მყოფი გახარიას პარტია, როგორ შეიძლება
ნაცთან გაიმიჯნოს. ანუ მათ აქვს წარმოდგენა რომ გვარამიას პარტია, გვარამია ხო ის ახალი. გვარამიას და მელიას პარტია და ნაცები არიან იმდენად დისკრედიტირებულები, რომ ამათ არაფერი ეშველებათ, ხოლო ლელოს და გახარიას პარტიას, რა ქვია, აღარ მახსოვს. ხო, რაც ქვია საქართველოსთვის არა მაგენი არიან სხვებისთვის, საქართველოსთვის ის ხალხია, ვინც პატრიოტულად ფიქრობს საკუთარ სამშობლოზე და რეალურად გახარიას პარტია და ლელო ცდილობს რომ მოახდინოს დისტანცირება ნაცმოძრაობისგან, მაგრამ შეუძლებელია ნაცმოძრაობა ის კი არ არის რაღაცა მარტო საკუთრივ ნაცმოძრაობის წევრობა. ნაცობა, უпростоრად, ნაცობა არის აგენტურული საქმიანობა განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მთელი გამიჯვნა ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვემსახურებთ საკუთარ სამშობლოს, ისინი ემსახურებენ თავიანთ პატრონებს და დამფინანსებებს. ეს არის მარტივი განსხვავება და დანარჩენი უკვე შედარებით მეორე ხარისხოვანი ხდება განსაკუთრებით მათ საქმიანობაში. ბატონო მამუკა, მზია მაღლობელთან დაკავშირებით კითხავთ, დოლარის დასკვნითი სასამართლო პროცესი და იქამდე არაერთი განცხადება მოვისმენთ, მათ შორის დიპლომატების მხრიდან მოწოდებები რომ გათავისუფლდეს. ამდენად რელევანტურია მათი მხრიდან აღნიშნული განცხადებები და მოწოდებები და უშუალოდ რა შეიძლება ველოდოთ მოსამართლეს. მე ყველა ადამიანს ვუსურვებ რომ მის მიმართ სამართლებრივ სასამართლომ გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ასეა, როდესაც ქალიზის ციხეში ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, არ აქვს ამ შემთხვევაში უკაცრავად თქვენ იმ ფრთას, რომელსაც ქალს და კაცს ამ კუთხითაც არ არჩევდით ხოლმე, თუმცა მაინც ქალის ფაქტორი ციხეში ცოტა ისეთი მომენტია, თუმცა როდესაც ადამიანი დანაშაულს შედის, ამ დანაშაულსაც მან პასუხი უნდა აგოს. ყველა შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. თუმცა ყველაფერს უნდა დავარქვათ ასევე თავისი სახელი. თუ თავის სახელს არ დავარქმევთ. ერთ შემთხვევაში ტეღანურ კითხვას დაუბრუნდები, თუ რა ვიცი, მითვისებას და თაღლითობას არ დავარქმევთ, მითვისებას და თაღლითობას. მეორე შემთხვევაში თაღლითობას არ დავარქმევთ. პოლიციელი შეურაცხყოფას თავდასხმას თავის სახელს არ დავარქმევთ და სწორი შეფასება არ გვექნება, მანამდე ვიქნებით კამათში იმის შესახებ, რამდენად სწორია კვალიფიკაცია და შესაბამისი სასჯელი. როდესაც სწორად დავაიდენტიფიცირებთ, სწორად დავაკვალიფიცირებთ ადამიანის მოქმედებას, შემდეგ სამართლიანობის განცდაც იქნება რელევანტური და ადეკვატური თითოეული ადამიანის მხრიდან. ბოლო კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილის შესახებ გვაქვს კითხვა. დღეს იმყოფებოდა ღონისძიებაზე იმყოფებოდა. დიდი მადლობებიც გადაუხადეს კობახიძემ, კალაძემ. აი ძალიან იშვიათად ჩნდება ისე, ძალიან იშვიათად კი არა, თითქმის არასდროს აქ მოსულება ჩვენც ვერ დავინახეთ. მეტო ვერ დავინახეთ. იმიტომ რომ ღონისძიება იყო ისე დაორგანიზებული ბატონ მამუკას, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, ძალიან შორს ვიყავით. ავიდეთ შორს, გვივლია ჩვენ შორს. ნახეთ, იშვიათი შემთხვევაა, როცა საჯაროდ ჩნდება. დღეს შეიძლებოდა თუ არა მას ქონოდა სიტყვა მიემართა თბილისელებისთვის, გამოსულიყო ესაუბრა კახა კალაძეზე. ფორმატ ეხა თქვენ ერევით ქართული ოცნების ასე ვთქვათ შიდა სამზარეულოში ფორმატში ესე ხდება. თბილისის მერის წარდგენის დროს არის წარმდგენი პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე წარმართავს პოლიცაბჭოს სხდომას და ის ადამიანი, რომელმაც მიიღო გუნდისგან იმისი შესაძლებლობა, რომ კვლავ იყაროს კენჭი თბილისის მერად და ალტერნატივო კანდიდატი წარმოგიდგინეთ. თქვენ რა გნებავთ ეხა? ვინ რატო არ გამოვიდა? კი ბატონო, ზოგ შემთხვევაში გამოვა, ზოგ შემთხვევაში არ გამოვა და როცა არ გამოვა, ასე დასვავ შეკითხვას, როცა გამოვა, მაშინ რატო გამოვიდა? მაინტერესებს თვითონ მისი სურვილი იყო რომ არა, საერთოდ ვისაუბრეთ ჩვენ ამას და მას ჰქონდა, აი შეიძლება ასე დეტალებში არც უნდა შევიდოდე, როგორც გადაწყვეტო ისო ფორმატი, როგორ განსაზღვროთ, ხო არ ჯობია რომ წარმდგენი და წარდგენილი ადამიანი გამოვიდეს და დავეთანხმეთ ამ მოცემულობას. ეს იყო სულ. მადლობა დიდი.